Irbawar. Კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში H1N1-ის ვირუსით გავრცელებული ინფორმაციით გრიპის ლეტალური გართულება ისევ დასავლეთ საქართველოში მოხდა. სპეციალისტების განმარტებით ინფიცირებულთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს და ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ეკა გაგუა მუშაობს ამ თემაზე და გვერდთუა პირდაპირ ეთერში. ეკა არის თუ არა ცნობილი კიდევ რაიმე დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით? დიაგნოზ პაატა იმნაძემ დაადასტურა, რომ H1N1 შტამის ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის უკვე წელს მეორე შემთხვევა, როდესაც ეს ვირუსი ლეტალურად სრულდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გარდაცვლილი არის შუახნის მამაკაცი და მას აღინიშნებოდა სხვა ქრონიკული დაავადება და სავარაუდოდ ვირუსის გართულების მიზეზით სწორედ ეს გახდა, რაც შეეხება ზოგადად დაავადების განვითარების დინამიკას. პაატა იმნაძის ინფორმაციით დღევანდელი მონაცემებით ყოველი 100,000 მოსახლეზე ვირუსული ინფექცია 248 უფიქსირდება. გვაქვს დღეისათვის ორი შემთხვევა დაფიქსირებული გარდაცვალების. ორივე შემთხვევაში საქმე ჰქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან. ერთი შემთხვევა იცით, რომ იყო დასავლეთ საქართველოსდან და თბილისში იყო გადმოყვანილი, მეორეც ასევე დასავლეთ საქართველოშია შემთხვევა დაფიქსირებული. რახან ჩვენ 2009-ში ძალიან მძიმე სეზონი გვქონდა, ასევე 2010-11-ში ძალიან მძიმე სეზონი გვქონდა, როდესაც ეს ვირუსი ახალი იყო ჯერ. და მაშინ ავადობა ჰქონდა ესე, რომ 300-400 იყო, ადიოდა 600-მდე ერთ-ერთ კვირაში ავიდა, ვთქვათ, მაგრამ იმის მერე ეს ვირუსი გახდა ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბევრი არ არის ავად, რომ ვიღაცასთან არ წავა მძიმედ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის და განსაკუთრებით პანდემიის საფრთხეს სპეციალისტები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ, ისინი გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ მოსახლეობას იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თავის დაცვა ვირუსული ინფექციებისგან. რეკომენდაციებს ასევე აძლევენ მედპერსონალსაც. დღეს საგანგებო თათბირი ამ თემასთან დაკავშირებით ჩაატარა. ჯანდაცვის მინისტრმა ამ თათბირს ესწრებოდნენ უწყების სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ხელმძღვანელები. დავით სერგეენკო კონკრეტული ინიციატივითაც გამოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ არის გახშირებული გამოძახებები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს აგვიანდებათ პაციენტებთან მისვლა. აქედან გამომდინარე, დავით სერგეენკო მოუწოდა სამსახურების ხელმძღვანელებს, რომ თავადია რომ გამოძახებებზე და ასევე მან მოითხოვა ოჯახის ექიმების სრული მობილიზაცია. გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფო შეფასებას, მივამაგრებთ დამატებით მანქანებს, ან თვითონ მანქანების მენეჯერები ჩამოვიდნენ ცოტა ხნით ამ მანქანებზე, იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს და სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართეს. მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა რითიც დავდივარ, გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული ცხელებიან გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, რომელზეც ამ დროს კაცი კვდება სადღაც იმაში. ცხელების გამოძახება, რომელიც არის არა რისკ ჯგუფის პაციენტებში. არ უნდა გავიდეს ამაზე სასწრაფო სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ უნდა გავიდეს სუბუქი მანქანა პატარა, რომელშიც იქნება მარტო ოჯახის ექიმი. თბილისის სასწრაფოს მიმართავთ რეკომენდაციით და ბრძანებით გნებავთ, ასევე რაიონულ სასწრაფოს მენეჯერები ცოტა ხანი ჩამოვიდნენ თავისი მანქანიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ, ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის და ეს მანქანები გამოიყენეთ იმისათვის, რომ აი ამ ტრიაჟის, ამ კატეგორიის გამოძახებებზე გავიდნენ სწორედ ეს მანქანები. გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე, გამოწვევა მოხდება ექიმების დამატებითი საშუალებების, დამატებით ტექნიკური საშუალებებით იქნება აღჭურვილი, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. და რაც შეეხება მდგომარეობას კლინიკებში, ჩვენ დღეს ვიყავით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათი ინფორმაციით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ვირუსული ინფექციებით მომართვიანობის რაოდენობა გაორმაგებულია. შემთხვევათა მატება დაიწყო დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისიდან და სავარაუდოდ ეს შემთხვევები მომდენო 4-5 კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს. ყველაზე პრაქტიკულად გაორმაგებულია გრიპის დადასტურებული შემთხვევები. ყველა ეს შემთხვევა H1N1 არის. შესაბამისად, ჩვენ ამ პაციენტებს ვიღებთ და ვაფასებთ როგორც გრიპის ამ ტიპის მქონე პაციენტებს და მათი მართვაც ხდება ეროვნული პროტოკოლის შესაბამისად. არის ზოგიერთი შემთხვევები, რომელიც გართულებულია პნევმონიით. დაახლოებით ჩვენთან აღებული 30 კვლევიდან, ანუ ვირუსოლოგიაზე გამოკვლეული 30 კვლევიდან 8 პაციენტთან დადასტურდა აგრიპის არსებობა.
რაც წინა კვირაში 16 კვლევიდან დაახლოებით ეს იყო 3 ბავშვი. მშობლები ვალდებულნი არიან გარკვეულად ყურადღებით მოექცნენ განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს ბავშვებს. რისკის ჯგუფები არიან დრენაკლები, ანუ ბავშვები, რომლებიც ვადაზე ადრე დაიბადნენ, ან ბავშვები, რომლებიც შეიძლება ვადაზე დაიბადნენ, მაგრამ უფრო მცირე მასის არიან. პირველი წლის განმავლობაში ისინი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან სასუქის სისტემის დაავადებით. რასაკვირველია, რაც უფრო ადრეული არის, ასე კი მით უფრო საყურადღებოა სიმპტომები, მაგრამ რისკის ჯგუფის ბავშვების შორის მართალ განსაკუთრებული ყურადღება. სპეციალისტების განცხადებით ვირუსული ინფექციის გავრცელების პიკი კიდევ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გმადლობთ ეკა გაგუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.